გამარჯობა, ლაივში ვართ, მე ქართველმენი ვარ, გამარჯობა ბატონო გიორგი, როგორ ახართ? გამარჯობათ, კარგად. როგორ არის Ტორონტოში მინდის ამბავი, აგერ მოგვივიდა ახლა შეტყობინება, რომ ლაივში გავედით, მოგესალმებით ყველას, გამარჯობა, ვინც გვიყურებს, თქვენთან ქართველმენია და ჩვენი უსაყვარლესი პარალეგალი ბატონი გიორგი მარიამოვი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და რა ხდება Ტორონტოში? ჩვენთან ხან თოვლია, ხან მზიანი ამბია, ხან ქარია. ზამთარი თან გადავაგორეთ, თან ვერ გადავაგორეთ. ნუ -10, -15, ესეთი ამბები გვაქვს ჩვენ. ტორონტოში კარგი ამინდია, საკმაოდ. всё, გადმოვდივართ Ტორონტოში, რასაც ხორებლად. მაგრამ გელოდებით. სუწუნები არისო, რატომღაც არ ვიცი. ბატონო გიორგი, დღესაც როგორც ყოველთვის დავიწყოთ კითხვა-პასუხით. რაღაც სიახლეზე გინდოდა თქვენ გესაუბრათ ამერიკასთან დაკავშირებით. რამოდენიმე შეკითხვა მაქვს, მე გავაჟღერებ ამ შეკითხვას. ჩამოწერილი მაქვს უკვე წინასწარ მომწერეს და ამ შეკითხვებს პარალელურად ვიცი რომ რაღაც სიახლე არის კანონმდებლობაში ამერიკასთან დაკავშირებით. მე ორი სიტყვით მაგასაც რო შეეხოთ და გააგებინოთ რაც შეიძლება ფართოდ ჩვენ მაყურებელს რა ვის ეხება და რანაირად ეხება. მოკლედ მადლობა ყველას, ვინც ახლა შემოგვიერთა. ვაჟღერებ ესეთ პირველ შეკითხვას. მომწერა ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა და მეკითხება ესეთ რაღაცას, როცა ვიზა აქვს. როცა ჩამოვა კანადაში ოჯახთან ერთად ან მარტო ადამიანი აეროპორტში თქვენ რჩევას ითვალისწინებს და ჩაბარება აქვს მტკიცედ გადაწყვეტილი, ბარდება აეროპორტში, როგორც თქვით, ხო, გვადევნებს თვალყურს და ეს პროცედურები, ნიუანსები იცის, რომ პასპორტი არ უნდა დახიოს და ასე შემდეგ. ჩემთან კონსულტაციაზე ესეთი შეკითხვა მითხრა, როცა ბარდება და განაცხადს გააკეთებს welfare-ზე, დახმარებაზე. დაუშვათ მიიღებს ამ დახმარებას, რაღაც X პერიოდის მერე, ეგეც რო თქვა, რამდენ ხანში ხდება ეს მიღება და შემდგომ ან ბიზნესი დაიწყო, ან სამსახური დაიწყო, ან მეწარმე გახდა რაღაც პატარა მცირე საქმიანობა დაიწყო, ან სამსახური დაიწყო, ან ორივე ერთად. დახმარება უჩერდება და დახმარების ოდენობაც რო შევახსენოთ ჩვენ ფოლოვერებს რა. ეგ მაინტერესებს და ხო, რაც თავარია, რამდენი პირით ჩამოვა ოჯახში, ანუ სიტყვაზე მეუღლე, ბავშვი, ქმარი, თითო ადამიანზე გამოიყოფა ეს დახმარება თუ ოჯახზე გამოიყოფა? მადლობა, ეს არის კითხვა პირველი. დღესდღეობით ონტარიოში, ტორონტოში და ონტარიოს პროვინციაში თვიური დახმარება ერთ ადამიანზე შეადგენს $733 კანადური დოლარი. თუ ჩამოდის მაგალითად ორი ადამიანი, ცოლ-ქმარი და კიდე ბავშვები, ეს არ მრავლდება 3-ზე და 2-ზე 733. ეს არის დახმარება ოჯახისთვის, ეს იქნება ნაკლები. ეს ბევრ რაღაცებისაგანაა დამოკიდებული, მაგრამ ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ოჯახი უკვე აღარ მიიღებს 733 გამრავლებული 2-ზე, ეს იქნება 1000 რაღაცა დოლარი. თუ მაგალითად ორი ისა რა ქვია, ადამიანია, ცოლ-ქმარი და კიდე ორი ბავშვი, შეიძლება იყოს 1500-1700 დოლარი. თუ ესე იგი აპლიკანტებს აქვთ კიდე ესეთი დიეტური შეზღუდვები, არსებობს ესეთი რაღაცა დიეტა, ამასაც უფინანსებს კანადის სახელმწიფო. შეიძლება ამ თანხებს დაემატოს კიდე 150-დან 200-მდე დოლარი გააჩნია რა ჭირს ადამიანს. თუ მაგალითად დიაბეტია აქვს, რაღაცაზე ალერგია აქვს და აქვს ამის ცნობა კანადის ექიმისაგან დაემატება კიდე დამატებითი თანხა. თუ ინგლისურზე დადის, მაგალითად, ესე იგი სამინისტრო, რასაც ქვია Ontario Works, კიდე ასპონსორებს ტრანსპორტს, გონი $120 თვეში, ხო? ხო, ისე რომ აი ესე არის, ეს არ არის ისეთი ფიქსირებული, ეს ბევრი რაღაცებისაგან არის დამოკიდებული. გასაგებია და კითხვა, რომელიც შეეხება იმას, რომ უჩერდება თუ არა, ავტომატურად არა. ესე იგი, თუ ადამიანი შოულობს, სამუშაობს, ოფიციალურ სამუშაოზე ლაპარაკი, ოფიციალურ სამუშაო, ეს როცა კონტრაქტი, როცა ერიცხება ჩეკები,
ის ვალდებულია შეატყობინოს ამაზე თავის ოფიცერს, ვინც კურირებს მის საქმეს. აუცილებელი არაა, რომ სუმთლიანად მოუხსნან დახმარება. ესა დამოკიდებული იმაზე, რამდენ საათს მუშაობს დღეში. თუ ესე იგი ნახევარი განაკვეთი, მაგალითად, შეიძლება რაღაცა ნაწილი დაუტოვონ დახმარების და რომ იყოს ბალანსი მის შემოსავლის შორის და დახმარების შორის. ნუ ჩვენი ქართველი თანამომეულეები, ესე იგი, ისინი ახერხებენ მუშაობასაც და ველფერის აღებასაც. თუ მაგალითად ადამიანი მუშაობს ქეშზე, ხო? ნუ ეს არა ჩანს და ეს ყველა მიცის იღებენ ქეშითაც თავის ხელფას და იღებენ აგრეთვე დახმარებას. თუ ღებულობს ჩეკით, ეს ჩანს, მაგრამ ამას სჭირდება ესე იგი დამატებითი შემოწმება ოფიცრის მიერ. შეიძლება შეამოწმოს, შეიძლება არ შეამოწმოს. იმიტომ რომ როგორც წესია, ისინი რიცხავენ ამ ხელფას სხვა ანგარიშზე. და ველფერი თხოვლობს ანგარიშს იმ ბანკიდან, სადაც ირიცხება ეს დახმარება. მაგრამ ნუ აქ არის ესეთი ინსტრუმენტები, რასაც ქვია Equifax, ესეთი ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია მიაწოდოს ინფორმაცია ველფერს, რამდენი ანგარიში აქვს ადამიანს, ესე იგი, რა ხდება ამ ანგარიშზე, რამდენი თანხებია. საკრედიტო ბიურო არ არის Equifax, ხო, საკრედიტო ბიურო, დიახ, აბსოლუტურად, ხო. ამიტომ შეუძლიათ გაიგონა მანქანა აქვს თუ არ აქვს მანქანა მაგალითად ადამიანს ამ საკრედიტო ბიუროდან, ხო? ამიტომ, ნუ ეს დამოკიდებულია ინდივიდუალურ ოფიცერზე. მე ვიცნობ ისეთი კეისები, როცა ადამიანი ღებულობს ხელფას ოფიციალურად და ესე იგი დახმარებასაც ღებულობს. ვიცი სიტუაციები, როცა ამას ღებულობენ და ესე იგი აბრუნებენ ფულს იმ პერიოდის განმავლობაში, როცა მიიღო ადამიანმა ეს ხელფასი, ხო? ეს არის ისეთი სიტუაციები, როცა კეისური კერი საერთოდ არ ურეკავს ადამიანს, ისე უბნება მე აღარ მინდა დახმარება, მაქვს ხელფასი და მეს მყოფნის, მაგრამ არ ურთავენ მაინც, იმიტომ რომ მისი კეისლოკერი მას არ აწუხებს, არ აინტერესებს, ან არ აქვს დრო და ესე იგი მიდით დარიცხვა ორ წყაროდან. ეს ძალიან ინდივიდუალური რაღაცებია. მე ვიცი კეისები, როცა მაგალითად ხალხი ღებულობდნენ დახმარებას, წააგეს, იზოლებულები იყვნენ, დაბრუნებული იყვნენ საქართველოში და მათ დახმარება მაინც მოდიოდა ეს დახმარება მაინც კანადიდან. ესეთ სიტუაციებიც ვიცი. გასაგებია. ამიტომ ესაა ძალიან ინდივიდუალური რაღაც. ბიზნესს რაც შეეხება, აი დაუშვათ ჩამოვიდა, მეუღლე მუშაობს დაუშვათ, იღებენ დახმარებას და ნუ დაუშვათ ერთ-ერთმა პარტნიორმა გადაწყვიტა რაღაც ბიზნესის გაკეთება რა. ნუ რაღაც საწყობი გააკეთა ბარბერში. ეს იქნება დამოკიდებული იმაზე, როგორი შემოსავალი იქნება და თუ იქნება შემოსავალი, აი ამაზე იქნება დამოკიდებული. ერთი სიტყვით რო შევაჯამოთ, გამოდის რომ ნუ ფლატ ეგრე ავტომატურად მიბმული არ არის შემოსავალი. აბსოლუტურად, უფრო მეცაც გეტყვით. თუ მაგალითად ველფერი ღებულობს, რომ ადამიანმა იპოვა სამუშაო, ხო? და უბნება, აი ერთ კვირაში უნდა დაიწყო მუშაობა, მაგრამ მე არა მაქვს ინსტრუმენტის ფული, სპეციალური ტანსაცმლის ფული, სამუშაო ტანსაცმლის ფული, მოხჭურულობა კი ბატონო. და მოხჭურულობის, ხო? ესე იგი შეუძლიათ კიდე როგორც ესე იგი ბონუსი გადაუხადოს ველფერმა კიდე $500, აი შენ $500 რო იყიდო ეს ინსტრუმენტები, ტანსაცმელი და რაც გჭირდება რომ მოემზადო ამ სამუშაოსთვის. ესეთი რაღაცაც არსებობს, ხო? ამიტომ ეს არის ძალიან ინდივიდუალური, ხო? მოკლე პასუხი არის ესეთი, რომ ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ ესე იგი შეუწყვეტავენ ველფერს. მაგრამ, ნუ წესების მიხედვით მან უნდა შეატყობინოს ოფიცერს, რომ მან იპოვა სამუშაო. კი ბატონო, კეთილი, ძალიან დიდი მადლობა, საინტერესოა ძალიან. სანამ მომდევნო კითხვაზე გადავალთ, მინდა შევახსენო ყველასო, თუ გაქვთ შეკითხვები, ეხა პირდაპირ ეთერში ვართ და მოიწერეთ თქვენი შეკითხვები. აქ ყველაფერი კანადაზე არის.
ამაზე არ გჩარჯავთ, უფასოდ ყოფთ ამ ერთ 40 წუთს, შეგიძლიათ ნებისმიერი შეკითხვა კანადასთან დაკავშირებით იურიდიული ან არა იურიდიulis დაგვისვათ და შეძლებს დაგვარად გიპასუხებთ. ბატონო გიორგი, თქვენ გინდოდათ ამერიკაზე გაგემახვილებინათ ყურადღება, რაღაც კანონი არის მიღებული ახალი და ვის ეხება, კი. გუშინ საუბრობდით ჩვენ რაღაც 19,000 ადამიანს შეეხო უკვე, მათ შორის თქვენ რამოდენიმე კლიენტსაც შეეხო, მე როგორც ვიცი, ვინც ამერიკიდან ჩემ ორ კლიენტს გადმოვიდა. შეეხო, კი ჩერჯერობით ეს ბატონო, ხო. რაზე არის საუბარი და ვის ხო, ეხება? ეს არის Bill 12. ეს კანონი იყო დიდი ხანი განხილვაში, მაგრამ გუშინ მიიღეს ეს კანონი, ხო? რაზე აბას ვის ეხება და როდის აი შედის ეხება ძალაში? იმათ, რომ აი როგორ განსაკუთრებით ეხება მათ, ვინც შემოდიან ამერიკიდან. ესე იგი, თუ მაგალითად ადამიანი აპირებს ჩამოსვლას კანადაში, მას არ აქვს კანადის ვიზა და ჩამოდის ჯერ ამერიკაში, იმიტომ რომ ამერიკის ვიზა აქვს და მე არალეგალურად გადმოდის კანადაში. ადრე იყო როგორ, რომ ესე იგი ადამიანს შეეძლო ჩაბარება ისევე როგორ ყველა ხალხს. თუ ეს ადამიანი არ ჩაბარდა ამერიკაში, ესე იგი არიან ხალხი, ვინც ჩამოდიან ამერიკაში და ბარდებიან და რაღაცა დროის შემდეგ ტრამპის გულისთვის, ამ აის პოლიციის გულისთვის უნდათ კანადაში გადმოსვლა, იმიტომ რომ ეშინიათ, მათ ელოდებათ ეგრეთ წოდებული free removal risk assessment. არის კიდე ერთი კატეგორია, რომელიც ჩამოდით ამერიკაში მარტო იმიტომ, რომ გადმოვიდეს კანადაში, მათ არ აქვთ, ესე იგი, კანადის ვიზა. ესე იგი, ესეთი ხალხი აქამდე შეეძლოთ უბრალოდ ჩამოსვლა ამერიკაში, არ გაეკეთებინათ არავითარი როგორც ვიზიტორები განცხადება და გადმოსულიყვნენ კანადაში და აქ ჩაბარებულიყვნენ. აი ახლა ვინც ეგრე ჩამოდის, უფრო სწორად ეს ეხება ხალხს, ვინც ჩამოვიდა ესე 2025 წლის 5 ივნისის შემდეგ. ესე იგი, ამებმა შეცვალეს კანონი და თამაშის წესები თამაშის დროს, რაც არ არის სწორი აბსოლუტურად. არ არის რომ აი ეს ხალხი, ვინც ხო ეგრე. შემოვიდნენ იმის შემდეგო, ისინიც გადადიან, ესე იგი, ამ ზონაში რეჟიმში free removal risk assessment. და ეს აბსოლუტურად არ არის სწორი, რომ ესე თამაშის დროს ცვლიან თამაშის წესებს, მაგრამ ნუ ეს ფაქტია, მაგრამ შეიძლება ესე იგი ადვოკატებმა აპელაცია მისცენ ამ კანონის წინააღმდეგ და ესე შეაჩერონ ეს კანონი, იმიტომ რომ ნუ ეს არასწორია. თუ ხებულობენ კანონს, ეს კანონი უნდა შეეხოს აი რაღაცა პერიოდს მომავალში, აი დაწყებული ამ რიცხვიდან თამაშის წესებს ვსვლით ესე და არა ისე რომ ადამიანმა დაიწყო თამაში ერთი წესებით, ესე იგი თავისი ცხოვრება ააწყო ამ წესების მიხედვით და ესე იგი შუა თამაშის დროს შენ ეუბნები რომ ეხლა სხვანაირად ეხლა თამაშობდით ფეხბურთს, ეხლა მოდი კალათბურთი ვითამაშოთ, ხო? ესე არ შეიძლება. კი, არ არის სწორი. თვითონ საემიგრაციო ეგ უშუალოდ ჩაბარებასაც შეეხება, მაგრამ საემიგრაციო პოლიტიკაშიც დიდი ცვლილებებია. მე ხარ არ მაქვს იმდენი ცოდნა და ის კომპეტენცია მაგაზე ვისაუბრო, მაგრამ რაღაც ცვლილებები არაფერი კარგი არ ხდება, ის შეზღუდვები მიდის ისევ. კი ბატონო. კი სიმკაცრედია. ჩვენ მაგალითზე მოვიყვან ალბერტის პრემიერ-მინისტრს უნდა მოკლედ კანადა რითი არის ცნობილი ეს რომ განათლება და მედიცინა უფასო არის რა ნუ ეს ჟღერს იმიტომ ვიხდით ამ ხელა გადასახადებს ხო რომ მედიცინა უფასო არის გზები კარგია და ასე შემდეგ და ეხლა ნუ ასე თქვათ ორები დადის და საუბრობენ უკვე იმაზე რომ ალბერტის პრემიერ-მინისტრს უნდა ეს უფასო მედიცინა მოუხსნას ემიგრანტებს, ანუ თუ პიარი არ გაქვს და პასპორტი არ გაქვს, ესე იგი ემიგრანტებს ეხსნებათ ყველანაირი დახმარება ეს. დახმარება არ ქვია მაგას უბრალოდ. იგივე ეს პაკეტი შესაძლებლობები, რითაც ვთქვათ კანადელი და პიარის მქონე პირი აქ სარგებლობს, იგივე უფასო მედიცინით. მაგის მოხსნა უნდათ. უფასო მედიცინაზე მაქვს საუბარი. მაშინ გადასახადებიც უნდა მოგვიხსნა, ხო? მაშინ ემიგრანტმა აღარ უნდა გადაიხადოს სიმხელა გადასახადები. და კი ბატონო, მაშინ მოხსნა, მაგრამ გადასახადებსაც გვიტოვებენ და შესაბამისად უნდათ ამის მოხსნა. ნუ, ვფიქრობ, რომ არ არის სწორი. საინტერესო ლოგიკაა კი.
ო კონკრეტულად ალბერტაზეა საუბარი. აქედან ეგ რომ მოხდეს, ეხლა ნუ აქ ძალიან დიდი უკრაინელების სათვისტომოა და community შეკრებილი. ნუ არ ვიცი ეხლა ამ ქალბატონს რა დაუშავა ამ ემიგრანტებმა. კანადაში თქვენი თქმის არ იყოს, არის ძველი ემიგრანტი და ახალი ემიგრანტი. რაღაც ბჭყალებში კარენოი კანადელი ძალიან ძალიან ცოტა არის. 10 კაციდან 7 მე მგონი ემიგრანტია და აუ ყველას რომ მოუხსნას ცოტა ხო რა ეგ გადაუხვია თემას, მაგრამ აქ ესე არის რა. ძალიან ყველაფერზე ცოტა გართულდა ეხლა მთელს კანადაშიც, საბუთო მანია, საიმიგრაციო პოლიტიკაც, ვიზებსაც მე რამდენადაც ვიცი, ნუ ძალიან აკვირდებიან. საქართველოში ახლა მეც ბევრი მწერს, რომ დარწმუნებული ვარ, თქვენც ბევრი გწერთ, რომ როგორ ავიღო ვიზა, გადაყვანაში ხო არ ეხმარებით, გადამყვანებს ხო არ იცნობთ, ვიზებს არ იძლევიან. ავე ამაზე რა სიტყვით, ბევრჯერ ნუ გვისაუბრეა, ამაზე მაგრამ აი ამაზე ესე ვიტყვი ისევ იმას, რომ მე ჩემ თავზე არ ავიღებ პასუხისგებლობას, რომ ვიღაცას დავაკავშირო ვიღაცასთან რა თქმა უნდა. და ეს არასწორია, იმიტომ რომ მე არ შემილია არავის ჯერ გეც ეს უკანონოა, ხო? მათთან შედარებით მე არ ვიმალები, მე ვარ ჩემი სახელით და გვარით. ის იმათ აქვს რაღაცა კლიჩკები გესმის, მამე და პეტრე, ვასო და იმალებიან და კიდე იქიდან დამალულ ადგილიდან კიდე არასწორ რჩევებს აძლევენ ამ ხალხს. გესმით და ღებულობენ ამაში ფულს. ესე იგი მე მამედას ან ვიღაცას უნდა მივცე რეკომენდაცია. ამას ყველა გაიგებს, მე ის ვინც გადამყვანია, გადააგდებს ამ ადამიანს და მე უნდა მომხვდეს ესე იგი ხო, რა თქმა უნდა, აბა რეკომენდაცია თუ თქვენ გავუწევთ. ტალახი ხო, აბა ხო, ესე იგი აი მითხარით მიზეზები რატომ უნდა გავაკეთო ეს? არა მე ხო, ვერ ხედავ ვერაითარ მიზეზებს რატომ უნდა გავაკეთო. არა ესა ჩემ წინააღმდეგ ეს არ მაწყობს აბსოლუტურად. რა თქმა მე უნდა, ვაკეთებ უბრალოდ ჩემს საქმეს თეთრად და საკმაოდ წარმატებული ვარ ამაში. მე არ მინდა ამაში გავეხვიო ამ შარში, არ მინდა ამ ტიპებთან მქონდეს საქმე, იმიტომ რომ ესა კრიმინალური საქმე და ამაზე არის სხვათა შორის ციხე, იმიტომაც იმალებიან და იმიტომაც ეუბნებიან რომ პასპორტებით დახიეთო, იმიტომ რომ პასპორტის საშუალებით აქაურ ემიგრაციას და პოლიციას შეუძლია გამოარკვიოს ვინ გააკეთა ეს პასპორტები. მაგრამ ამას ვერ ეუბნებიან პირდაპირ რომ დახიეთ, იმიტომ რომ ჩვენ გვექნებთ რომ ეუბნებიან რომ ამ შემთხვევაში შეეშინდებათ თურმე ამითი ლოგიკით აქაურ პოლიციას რაღაცის შეეშინდება, უკან გამოაგზავნოს ეს ხალხი, რა სისულელეა აბსოლუტურად. კითხვაც მაგაში მდგომარეობს, რამოდენიმე ადამიანს, ანუ ყველას არა, ბევრს არ უნდა მაგათი მომსახურება და მაგას მეკითხებიან, რომ რა გზები არის ლეგალური, ან როგორ უნდა შევავსოთ საბუთები, რა ფაქტორები მოქმედებს იმაზე, რომ დადებითი პასუხი მოგვივიდეს კანადის ვიზაზეო. მაგაში მდგომარეობს შეკითხვა, იმიტომ ახდენ ეს არალეგალური გზები, რომ ბევრს არ უნდა მაგზებით აქ შემოსვლა. გასაგებია, სამწუხაროდ ეს თეთრი გზები არ მუშაობს ეფექტურად. აი ერთ წინადადებაში რა უნდა ვაჩვენოთ ისეთი აპლიკაციაში რომ შემოგვიშან ისეთი რაღაცა, რასაც ადამიანი დაუბრუნდება საქართველოში. აი მიდის კანადაში რომ ნახოს თქვენი კალგარი, ჩვენი ტორონტო, ნიაგარა ფოლს, ესე იგი პირველი მაკდონალდი რომელიც იყო და რაღაცა ისტორიული ადგილები ბანფი ჯასპერი და ასე შემდეგ. ხო, ასე შემდეგ, ხო, მაგრამ მას უნდა კონდეს მიზეზები, რომ დაბრუნდეს საქართველოში. კარგი სამსახური, ოჯახი, შვილები, ბინები, სასახლეები, სტატუსი და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ჩვენ ვიცით, ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს უნაკლები მიზეზები აქვთ დაბრუნონ საქართველოში და უფრო მეტი მიზეზები აქვთ, რომ აქ დარჩნენ. და ესა დაკავშირებული სამწუხაროდ ჩვენ სამშობლოსთან, ხო? ხო, ამიტომ აბსოლუტურად ხო. ამიტომ აქ იციან ეს ყველაფერი ძალიან კარგად. ამიტომ ადრე თუ საკმარისი იყო რომ აი ადამიანს ყავს მეუღლე, შვილები და მოენატრება და დაუბრუნდება, ეს უკვე არ მუშაობს. რომ ადამიანს ურჩევნია დარჩეს და იმუშაოს და რომ გაუგზავნოს აქედან თავის მეუღლეს და შვილებს და სხვა ნათესავებს ეს ფული, ვიდრე უბრალოდ დაბრუნდეს იქ, ხო? ისეთი სამსახურია და ისეთ კაპიკებს ღებულობს, რომ აქ ის მშენებელი ღებულობს აჯერ მეც. რა მიზეზებია, რომ დაბრუნდეს უკან, ხო? მაგალითად აქვს სახლი, მე რა რო სახლი აქვს.
ეს არ არის არგუმენტი აბსოლუტურად, ხო? ამიტომ ესე იგი სიტუაცია არის ესეთი, რომ თუ ყველაფერს ეტყვის ისე როგორც არის, ეს მას არ აძლევს საშუალებას, არავითარ გარანტიებს, რომ მიიღოს ვიზა. იმიტომ ეს არ არის ვიმეორებ დაკავშირებული აპლიკაციასთან, ეს არის დაკავშირებული ესე რბილად რო ვთქვათ იმ სიძნელეებთან, რომელსაც განიცდის დღეს საქართველო და რომელსაც ესა ბოლო არ უჩანს საერთოდ. აი ამასთან არის დაკავშირებული. თავრობასთან, პოლიტიკასთან და ასე შემდეგ. აი ამასთან. კრიმინალთან, კორუფციასთან, ხალხს უნდა გამოუყვანოს თავისი ბავშვები აი ამ სიტუაციიდან და მისცენ კარგი განათლება, კარგი პერსპექტივა, მათ სჭირდებათ სტაბილური სამუშაო. ნუ რადგანაც აი როცა აი ცონქმარი არიან და ცოლი გამორბის ქმრისგან, რატო? იმიტომ რომ ის არის ალკოგოლიკი, იმიტომ რომ ის სვავს, სცემს, იმას უნდა ნორმალურ ქმარს გაყვეს ცოლ და ეს მისი ნებაა, ხო, აბსოლუტურად. აი იმიტომ და ეს გასაგები მიზეზებია. მაგრამ მე კანადის პოზიციაც მესმის, იმიტომ რომ მათ არ უნდათ კიდე ზედმეტი ტვირთი აიღონ თავიანთ თავზე, იმიტომ რომ ისინი ძახიან, რომ ჩვენ ისედაც გვაქვს ბევრი ხალხი, ვისაც უნდა ვაჭამოთ, ვისაც უნდა დავეხმაროთ ჩვენი პენსიონერები. ჩვენ არ გვინდა ზურგზე ავიკიდოთ კიდე აი ეს ხალხი. მით უმეტეს თუ ეს ხალხი, რომელიც ჩამოდის ზოგიერთი, ხო? ქურდობს, ესე იგი, არასწორად იქცევა, ძარცავს და არ უქმნის საქართველოს კარგ რეპუტაციას აქვს, ხო? ეს არ ამატებს საქართველოს არ ამაღლებს საქართველოს რეიტინგს. აი ეს არის და ეს მეტი არაფერი. ხო, მაგრამ ეგ ხო იმას არ ნიშნავს, 10-დან 10 უარი მოდის, ხო? ანუ თუ მართლა არა, ნუ ზოგს მოსდის, უმეტესობას მოსდის უარი. და ეს არ არის დაკავშირებული აპლიკაციასთან, ეს არის დაკავშირებული ქვეყანასთან. რაღაც ფაქტორებთან. ამიტომ ხალხს არავითარი სხვა გზები არჩება, რომ ის კი ჩამოვიდეს აი ესეთი გზებით. ეგრეთ წოდებული აგენტების საშუალებით. კიდე ერთი შეკითხვა, ეხლა მოწერილი აქვს რამოდენიმე ადამიანის შეკითხვა, ამასაც გავაჟღერებ, მაგრამ ამ თემასაც მინდა შევეხო. დაუშვათ ადამიანს რაღაც 1 წლის წინ მოვიდა უარი კანადის ვიზაზე, მაგრამ რაღაცები შეიცვალა მის ცხოვრებაში, სამსახური რაღაც ბიზნესი, ანუ მოგზაურობა დაიწყო, ამერიკაშიც ჩავიდა, წამოვიდა. ხელახლა რო გააკეთოს, ანუ შანსი 0 აქვს თუ აქვს შანსი რომ მიიღოს? შანსი აქვს აბსოლუტურად. აი მე მქონდა იგივე სიტუაცია, თუმცა ამერიკასთან დაკავშირებით 2-ჯერ თუ 3-ჯერ მივიღე უარი და მე ეს იყო დიდი ხნის წინ. ნუ მე მაშინ მუშაობდი, ეს იყო პეტერბურგში, რუსეთის მოქალაქე ვიყავი, ფორდის კორპორაციაში მუშაობდი და ამან ითამაშა ძალიან დიდი როლი და მომცეს ვიზა იმ 3 უარის შემდეგ. გასაგები, ანუ თუ უარი გაქვს ერთხელ კანადაზე და შემდგომ რაღაცა შენს ცხოვრებაში ფაქტორები იცვლება, ანუ მოგზაურობის ისტორია გემატება, შემოსავალი გემატება, რაღაც ქონება, რაღაცები ხდება. სოციალური სტატუსი კი. ესე იგი აზრი აქვს. აზრი აქვს კი, აბსოლუტურად აქვს კი. ისე რომ ერთხელ უარი მომივიდა და ამით გადაუსვა ხაზი, ეგრე არ არის, ხო? შეგიძლია. არ არის და ეს არის ოფიცრის ხელში ესა დამოკიდებული, როგორც მე ვთქვი. რომელ ოფიცრის ხელში ჩავარდება თქვენი საქმე და ვინ ესე იგი გაანალიზებს ამ სიტუაციას და ვინ მიიღებს გადაწყვეტილებას. კეთილი. მოდით ცოტა ხანი გადავერთვების შეკითხვაზე. ჩვენი ბატონ გიორგის შეკითხვას ვაჟღერებ, ჩვენი ფოლოვერია სულ გადამეს თვალყურს და აგერ შეკითხვა ასეთი არის. გამარჯობათ კიდევ ერთხელ, მე მაინტერესებს ამერიკიდან რო გადმოვიდე travel permit-ის აღების პროცესი, ვადები და შანსები. აი ესეთი შეკითხვა არის მოკლე. ნუ უყურეთ, სანამ თქვენ ესე იგი მიიღებთ travel permit-ს, თუ უნდა გესმოთ, ჯერ აქ უნდა მიიღოთ სტატუსი, მოგების სტატუსი. რასაც იძახის travel permit, ალბათ აქვს ხედულობაში travel document. travel document-ი ეძლევა მხოლოდ იმ ხალხს, ვინც მოიგო სასამართლო. ან ვინც მოიგო მაგალითად ეს გადაწყვეტილება მიიღო პოზიტიური სასაზღვრო პოლიციიდან. ამ შემთხვევაში თქვენ არ შეგვიძლია შემოვიდეთ და გადავხდეთ და მივიღოთ ხელათში travel permit. რატო უნდა მოგცენ travel permit? ადამიანი თუ გადმოდის და ბარდება, აბარებს ყველა დოკუმენტებს, მერე უნდა მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილება. თუ მიიღებს პოზიტურ გადაწყვეტილებას, რაც ძალიან ძნელია, როგორც აღნიშნე,
უკვე ამის შემდეგ მას აქვს უფლება შეავსოს აპლიკაცია travel documents. აი ესე არის. კიდე ერთი კი ბატონო, მადლობა. კიდე ერთი ესეთი შეკითხვა არის. თუ ამერიკაში ადამიანი ცხოვრობდა და მუშაობდა, ну, დაუშვათ 2-3 წელი, აი ხა გამახსენდა გუშინ მომწერა ჩემო მეგობარმა, გეხოცები ეს კითხვა დაუსვიო. მერე ანუ არც დადეპორტებული არ არის არაფერი, თავისი ნებით წავიდა საქართველოში. რაღაცა მოხდა რა ოჯახური მდგომარეობის გამო, მოუწია თვითონ წასვლა. ამერიკაში ვეღარ მიდის. რაღაც სხვა ტიპის ვიზა ქონდა რა. აქ რო კანადაში რო განცხადება გავაკეთო ტურისტულზეო, იმოქმედებსო იქ რო ვიყავე მე ამერიკაშიო და ჩემი ნებით რო დავბრუნდიო. უყურეთ, თუ ადამიანი ესე იგი არ ჩაბარდა და იყო როგორც უბრალოდ ტურისტი, ეს ერთი საკითხია, ესე იქნება როგორც ყველა ვინც ჩამოდის. აი დაუშვათ ადამიანი ცხოვრობდა 3 წელი ამერიკაში, არავითარი დარღვევები არ ქონდა და არც მოითხოვა არაფერი სახელმწიფოსაგან, ქონდა ეგრეთ წოდებული ესე იგი ბიზნეს ვიზა ან შრომის უფლება. მერე დაუმთავრდა კონტრაქტი და დაბრუნდა საქართველოში რაღაცა მიზეზების გამო. კი, რასაკვირველია, მე შეუძლია ჩამოდის და კანადაში და თქვას, რომ აი იმის შემდეგ როცა მე ამერიკიდან დავბრუნდი, საქართველოში აი ესეთი რაღაცები მომივიდა და ამიტომ მე მოვითხოვ კანადისაგან თავშესაფრს. არის მეორე ვარიანტი, ადამიანი ჩავიდა ამერიკაში, ჩაბარდა, არ დაელოდა, მე მყავს ეგეთი კლიენტი, არ დაელოდა სასამართლოს, იმიტომ რომ დედას პრობლემები ჰქონდა, მამა აბათ იყო და დაბრუნდა საქართველოში. ამ შემთხვევაში მას ელოდება free removal risk assessment. იმიტომ რომ ესე იგი ამერიკაში მოითხოვა მან თავშესაფარი, გესმენთ? ანუ ეს წითელი ხაზებივით არის კანადაში. ესა წითელი ხაზებით, ხო, მე უნდა დაუმტკიცოს ესეთი რაღაცა, რომ შენი ძახი რომ რაღაცა გემუქრება, ხო? იმიტომ ბოლო 3 წელი იყავი და არაფერი არ მოხდა და დაბრუნდი საქართველოში, ხო და ესე იგი ამ ფაქტორს ითვალისწინებენ, რასაკვირველია, რომ აი 3 თუ 2 თუ რამდენი წელი ცხოვრობდა ამერიკაში ეს ადამიანი. ეს ძალიან ინდივიდუალური რაღაცაა. შემდეგი შეკითხვა. მაქვს ამერიკის დეპორტი, ვაპირებ კანადაში ტურისტული ვიზით ჩამოსვლა. რამე პრობლემა შეიძლება შემექმნას ჩამოსვლისას? კი, აბსოლუტურად. რა პრობლემებზეა საუბარი? ტურისტულ ვიზას სავარაუდოდ? ჯერ ეგერთი ძალიან თუ ამერიკაში აქვს დეპორტი, კი, მაქვს ამერიკის დეპორტი, პირდაპირ უწერია. შესანიშნავია, просто ხუმრობ, ხო? ამერიკის დეპორტი ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანი როცა მიმართავს ტურისტულ ვიზას კანადაში, ეს ამერიკული დეპორტი ამოხტება იმ წუთასვე. იმიტომ როგორც მე ვთქვი, 10,000 ჯერ ამერიკის და კანადის შორის არის საერთო ბაზა. მე ძალიან ეჭვი მეპარება, როცა ეს დეპორტი ამოხტება ადამიანს მისცენ კანადის ტურისტული ვიზა. თუ ეს ადამიანი გადმოდის როგორც ტურისტი კი არა, როგორც ჩუმად გადმოდის არალეგალურად და ამოყოფს თავს კანადაში და მერე ბარდება, ესეც ამოვარდება და ეს ადამიანი გადადის აი იმ რეჟიმში free removal risk assessment, როცა სახელმწიფო პოლიცია აფასებს მის შანსებს დაბრუნების რამდენად საშიშია მისთვის დაბრუნდეს საქართველოში. და როგორც ყოველთვის ეს ძალიან რთულია, პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღო, იმიტომ რომ სახელმწიფო თვლის, რომ არაფერი პოლიციის სახით, არაფერი მას არ ემუქრება, რომ ეს რასაც იძახის, ეს ყველაფერი ზღაპრებია და აფერისტობა და ადამიანს ესე იგი ეუბნება დაბრუნდი ისევ საქართველოში. იმიტომ რომ ჩვენ ვერ დაგვიდასტურე, ვერ დაგვიმტკიცე, რომ ვიღაცა გემუქრება იქ. აი ესეთია, 80% შემთხვევებში ესე იგი კანადის პოლიციის პოზიციები. ნახევარი საათი გავიდა ჩვენი პირდაპირ ეთერის, ვინც ახლა შემოგვიერთა და მაყურებელთა რაოდენობა ხედავ ახლა ცოტა იზრდება. შეგიძლიათ დაგვისვათ პირდაპირ ეთერში თქვენი შეკითხვა კანადასთან დაკავშირებით. მე მომდევნო შეკითხვა მაქვს, ჩვენი საერთო მეგობარი არის, არ მინდა ახლა სახელი თქვა, კონსულტაცია ჩემთანაც გქონდა თქვენთანაც, ბრიტანეთიდან, ანუ ლონდონიდან აქეთ უნდა გადმოსვლა.
სამწუხაროდ ეხლა არ გამოვიდა. თხუგუში მქონდა საუბარი, მითხრა ესეთი რაღაცა, თქვენ ადრეც უთხარით, რომ იქ რახანთ დიდ ბრიტანეთში ჩაბარებული თუ რაღაც სტატუსი ქონდა, უთხარით, რომ არ გამოუვიდოდა აქ საბოლოო ჯამში. მაინც რაღაც პერიოდი პატარა დროს მოიგებდა, მაგრამ სასამართლოს ძირითადად უარს ეტყოდა. იცეთ აქვს მაინც გადაწყვეტილი კანადაში ჩამოსვლა, ძალიან უნდა და გუშინ მესაუბრე ესეთ რაღაცაზე, ხელის მოწერა კანადის მოქალაქეზე 100%-იანი გარანტია არის მაგისთვის. თუ მანდაც რაღაც შეიძლება აღმოჩნდეს ისეთი რაღაცები, რომ მარტო მაგის შეკითხვა ხო არ არის, ხა ბევრს უტრიალებს ეგ თავში და ეს რო ეგ თემაც რო ჩავშალოთ, რამდენად ანუ ხელმოსაჭიდი თემა არის იმ ადამიანებისთვისაც, ვინც დაუშვათ ფიქრობს ისე, რომ აი ჩამოვალ, ხელს მოვაწერ კანადის მოქალაქისთან და მაგის მეშვეობით მივიღებს ამოცი. რამდენად გარანტია? ეს არ არის გარანტია, ეს არ არის 100%-იანი გარანტია. ეს არის შანსი, მაგრამ ეს არ არის 100%-იანი გარანტია, იმიტომ რომ ვინც სინჯავს ამ ეს ქორწინებას, ქორწინებაზე საუბარი. ხო, და ისინი პროფესიონალები არიან ამაში და არ არიან მიამიტი და მაპატიეთ ამ სლენგზე არიფი ხალხი. მათ ესმის ძალიან კარგად, რომ ნუ ხალხი ეძებს ყველა საშუალებებს, ლეგალურ საშუალებებს რომ დარჩეს. კი, ამან შეიძლება გაისროლოს და დაეხმაროს ადამიანს დარჩეს, მაგრამ თუ კითხვის ქვეშ დააყენებენ ამ ქორწინებას, თუ ემიგრაციული ოფიცერი გადაწყვეტს, რომ ეს არის ფიქტიური ქორწინება, ამ შემთხვევაში არა. ამიტომ ესეთი გადაწყვეტილება რო არ იყოს, ადამიანი უნდა მოამზადოს კარგად ეს დოკუმენტები, უნდა დაუმტკიცოს, რომ აი ჩვენ ამ ქალბატონთან, ამ კაცთან ქონდა მიწერ-მოწერა, უნდა აჩვენოს ეს ამონაბეჭდები, ამ მიწერ-მოწერის, უნდა აჩვენოს შეხვედრები, უნდა აჩვენოს, რომ საერთო ანგარიში აქვს, უნდა აჩვენოს, რომ ეს მომავალი ქმარი ან ცოლი ესეც ყურადღებას იჩენს, ეხმარება ფინანსურად და კიდე ბევრი რაღაცეები, რაც ისე თუ ესე ადასტურებს, რომ ეს არის რეალური ქორწინება და რეალური სიყვარული. ესე იგი, მე მეგონა, რომ მანდ რაღაც გარანტიებისავით იყო. მანდაც არა, გარანტიები არ არის, აი როცა იძახენ 100% უკვე აი მე 100% არაფერი არ არის აბსოლუტურად. ხო, ნუ შედარებით გასაგებია. ქონიათ ეგეთი შემთხვევა, რომ თქვენს პრაქტიკაში რო აი დაუშვათ ვინმეს მაგ кейსზე უარი მოსვლოდა. კი, ქონიათ და მე თვითონ ვესწრებოდი როგორც თარჯიმანი. აი ესეთ ოფიცერს აქვს უფლება გამოიძახოს თუ ეჭვი შეეპარა, რომ ეს ნამდვილი ქორწინება, შეუძლია გამოიძახოს ორივე და ცალ-ცალკე დაკითხოს და იყო ესეთი სცენები, როგორც აი ასეთი ფილმი Green Card, სადაც ისე რა ქვია, დეპარდიე თამაშობს. და მაგდაუელ გონი ეს ამერიკელი მსახიობი ეს არის ფილმი Green Card, კი მქონია და სადაც ეს იგი ოფიცერი ხელად ჭიჭრის 2-3 კითხვის შემდეგ, რომ ეს ტყუილია. შეკითხება აი ამას აი ეს ქალი დადიოდა ექიმთან, რა ავადმყოფები ის ვერ პასუხობს რა ავადმყოფები. თუ ერთად ცხოვრობ და ესე გიყვართ ერთმანეთი, რატო არ იცი? რა სამედიცინო პრობლემები აქვს და როგორი პასტით იხეხავს თქვენი მეუღლე იმას პილეს. ნუ კიდე რაღაცას. რაფერია მისი, ხო. მომზადებული უნდა იყო მოკლედ. ნუ მომზადება ძალიან ძნელია, იმიტომ რომ იცით რა შესაძლოა. ტყუილის გაჭრა ძალიან ადვილია, ვიდრე მოტყუება. მოტყუება ყოველთვის უფრო ძნელია. იციან თამაკ ფაქტმა ხარ ასაკეთებენ. ან მაგალითად აი რომელ კაფეში შეხვდით აი პირველად. არ შეიძლება რომ ადამიანს დაავიწყდეს რომელი კაფეში შეხვდა, ხო? ის იძახის ცალკე რომ ჯორჯიაში და ეს იძახის აზერბაიჯანში შეხვდა ესეთ კაფეში და უკვე არ ემთხვევა ერთმანეთს და ყველაფერზე ის ვერ გააფრთხილებს გესმით. თუ სიმართლე არის, სიმართლის დამახსოვრება ძალიან ადვილია და ეს კითხვები ამ ოფიცერს სპონტანურად კი არ მოძდით. აქ უკვე მაგათ უკვე აქ ჩეკლისტი ამ ბევრი კითხვების გამომდინარე იმით პროფესიიდან, რომ იციან სად შეუძლიან ჩაჭრა ადამიანს. ხო,
კეთილი, კი ბატონო. Mhm. ძალიან თლად კაი ინფორმაცია ვერ მივაწოდეთ ჩვენს მეგობარს, მაგრამ Ну, სიმართლე სამაგიეროდ უნდა იცოდეს. რეალისტური ინფორმაცია. ბატონო, გადაწყვეტილება მაგა უნდა მიიღოს. ბატონი თენგო გწერს. იმ შემთხვევაში თუ კითხვას ვაჟღერებ, იმ შემთხვევაში თუ მივიღებ კანადის ვიზა ტურისტული და მაქვს დეპორტი პარალელურად ამერიკიდან, ამ შემთხვევაში შეიძლება ჩაფრენის დროს მქონდეს პრობლემა. კი. მაინც შეიძლება, ანუ ტურისტული კი, ვიზაც აქვს. იმიტომ რომ როცა შემოდის ადამიანი და ესე იგი მის ანაბეჭდებთან ერთად ამოვარდება ეს დეპორტი. მის სახელთან გვართან ერთად ამოვარდება ეს ინფორმაცია მის დეპორტაციას. თუ ადამიანმა შეიცვალა, აი იყო ერთი ოფიცერი, არ უნდა დავასახელო, ამერიკიდან მეუბნება, მოდი მე ესე გავაკეთებ, რომ სხვაგვარი დასახელით ჩამოვალო, გაიგებენო, რომ მე იქ დეპორტი მქონდაო, მეთქი საქმე რა შეე, მათ აქვთ თქვენი ანაბეჭდები, გესმით? კი სახელს და გვარს შეცვლი, მაგრამ ანაბეჭდებს ხო ვერ შეცვლი. ხო, ამიტომ ეს ამოვარდება. ხო, მაგრამ ნახეთ, აი ეგ მინდა ეს ჩავეძვი ამ შეკითხვას რა. კი ბატონო. ესე იგი ტურისტული ვიზა აქვს და ამერიკის დეპორტიც აქვს. პრობლემა სად შექმნება? თვითმფრინავში თუ ჩაჯდა, დაუშვათ ან საქართველოში ან საფრანგეთში არ აქვს მნიშვნელობა და აქ თუ ჩამოფრინდა. აქ ხო უკვე თუ ჩამოფრინდა, ჩაბარება ხო შეუძლია. შეუძლია. უკან ხო არ გაუშვებენ უკვე არა, არ გაუშვებენ, არა, მაგრამ გადაიყვანენ რეჟიმში pre-removal risk assessment. გასაგებია, მაგრამ ისე მე მყავდა ესეთი კლიენტები, აი მაგალითს გეტყვით, ხო? იყო ერთი წვილი, შესანიშნავი ცოლ-ქმარი. მათ ჰქონდათ ვიზა შეერთებულ შტატებში და კანადაში. კანადაში რო ჩამოვიდნენ, ну, ისეთი რაღაცები ილაპარაკეს, რომ ეს ყველაფერი ჩაიწერა და მე ვერანაირად ვერ მოიგეს. აპელაციებიც იყო, ჰუმანიტარულიც იყო, ვერ მოიგეს, მაგრამ ისინი ფიქრობდნენ, რომ თუ მე მაქვს მიღებული კიდე ამერიკული ვიზა, ვისარგებლებ ამ ამერიკული ტურისტული ვიზა და ჩავალ ამერიკაში. მაგრამ მე ამერიკამ იმის შემდეგ, როცა ამებმა წააგეს აქ, ესე იგი, ტოლვილის სასამართლო, გაუკენსელა ის ვიზა. ესე იგი, თუ ადამიანი იძახის, რომ მე მაქვს ამერიკის დეპორტი, მაგრამ მაქვს კანადის ტურისტული ვიზა. ესე იგი, თუ ეს კანადური ტურისტული ვიზა არის აღებული, სანამ ეს ადამიანი მიიღებდა ამერიკაში დეპორტს, შეუძლება გაუკენსელონ ეს ვიზა. შეიძლება. მაგრამ თუ ადამიანმა მიიღო დეპორტი ამერიკაში და მერე მიიღო კანადური ვიზა, რასიც ძალიან დიდი ეჭვი მეპარება, ხო? რომ კანადა მისცემს ეგეთ ვიზას, ხო? თუ ადამიანი შემოდის მაგალითად ქვეყანაში, ну მას არ ადეპორტებენ თუ რაღაცა სერიოზული დანაშაულებები არ აქვს. თუ არა აღმოუჩენენ, რომ ამერიკაში იჯდა ციხეში ან კრიმინალია, ამ შემთხვევაში ან რაღაცა კითხვები აქვს, გაუშვებენ, უკან კი არ გაუშვებენ ციხეში, რომ გამოარკვიონ ვინაობა ამ ადამიანის. გასაგებია. კიდე არის ესეთი ხშირი შეკითხვა. ნახეთ, დაუშვათ ჩამოვიდა ადამიანი აქ, ჩაბარდა, ჩაიბარა, რაღაც პირობითი თავიღოთ არ ვიცი, ну პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა, ან როგორც ხდება ძირითადად თქვენ кейსებს შორის და მაგ შემთხვევაში მე როგორც ვიცი პასპორტს აბარებენ, ხო? ანუ როგორც თქვენ საუბარზე და ხო, აეროპორტში აბარებენ საბუთს და რაღაც საბუთს აძლევენ, იმ საბუთის მიხედვით მერე ცხოვრებას იწყობს ადამიანი აქ. ის რაღაცა საბუთი არის, ესე იგი სერტიფიცირებული კოპიო ამ პასპორტის, კიდევ აი 112 ჯერ ვიმეორებ, რომ აი ის რასაც თქვენ ესე იგი უნდა დაგარწმუნონ იმ გადამყვანებმა, რომ ესე იგი თუ დახევთ პასპორტს, ვერ შეძლებენ, აი ეს მიყვარს, ესეთი იმითი იმ ну ესეთი არ მინდა ცუდი სიტყვები, ეს არაკომპეტენტური ადამიანები ლაპარაკობენ, ესე იგი კანადის პოლიციაზე თურმე ისინი ვერ შეძლებენ ამითი ლოგიკის მიხედვით რაღაცის გაკეთებას. თვითონ იმალებიან სადღაც სოროში, გესმით და აქედან იძახიან, ამათ ეუბნებიან თავით ვერ შეძლებენ. ვინ გითხათ რომ ვერ შეძლებენ? როგორც თვითონ ჩათვლენ, ისე გააკეთებენ, იმიტომ რომ ესენი არ არიან გადამყვანები, ეს არის ოფიციალური ორგანო, ძალიან ძლიერი, ძალიან ინტელექტუალური და ძალიან მაგარი ორგანიზაცია, რასაც ქვია CBSA, Canadian Border Services Agency.
აი ესეთი რაღაცა რომ ვერ შეძლებენ, ეს არის სისულელე გესმის და აი საერთოდ აი მოусმინდათ ყურადღებით, რასაც მე ვიძახი და ნუ უსმენთ იმ ხალხს, ვინც არასწორ რჩევებს გაძლევთ თქვენ. ესე იგი ხო შეკითხვას ესე იგი უბრუნდები. ისინი აძლევენ სერტიფიცირებულ კოპიოს პასპორტის და აძლევენ მტოლვილის საბუთს, რასაც ქვია refugee claimants document. და ეს refugee claimants document არის ესეთი დოკუმენტი, რომელიც აძლევს საშუალებას ადამიანს აიღოს welfare-ით, ესე იგი იმოგზაუროს კანადის ფარგლებში, სადაც უნდა. აი მანდ იყო შეკითხვა. მედიცინაც აიღოს კი, დიახ. მაგ საბუთით, აი რა პასპორტის კოპი დაუშვათ მოეწყნენ აქ ფინანსურათაც რამოდენიმე ხანში მდგრადად არიან და მოუნდათ, არ ვიცი ხა მექსიკაში მოგზაურობა ან დაუშვათ საფრანგეთში გადაფრენა მეგობრების ნახვა. რამდენად შესაძლებელია აი ადამიანი რო ბარდება და პასპორტს რო აბარებს, გარკვეული პერიოდის შემდეგ, ყველაფერს აკეთებს ისე როგორც კანადის მთავრობა და ხელისუფლება ეუბნება. მუშაობა დაიწყო, დახმარებას იღებს, ანგარიშები გახსნა, ქირა აქვს, გადასახად ფსიხდის, მაგრამ ფული აქვს და უნდა სიტყვაზე სადღაც მოგზაურობა. რამდენად შეიძლება აი ჩაბარებულმა ადამიანმა იმოგზაუროს კანადის გარეთ? მესმის რომ საქართველოში არა. აი შესავალი იყო დიდი, პასუხი არის ძალიან დეტალური, პასუხი არის ძალიან მოკლე, არ შეუძლია. ესე იგი კანადის სახელმწიფო თulis და მე ვაჟღერებ ამ კანადის სახელმწიფოს პოზიციას. ეს საინტერესოა. თუ ადამიანი შემოვიდა, მას რაღაცა ემუქრება და ჩაბარდა, ესე იგი ის უნდა დაეტიოს, ესე ხო უხეშად ვიტყვით, ამ ქვეყანაში დააყენოს ერთი ადგილი აქ და არსად არ იმოგზაუროს კანადის გარდა. მას შეუძლია იმოგზაუროს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოიგებს სასამართლოს. სანამ არ მოიგებს სასამართლოს, უნდა იყოს ამ ქვეყანაში. თუ მობეზდა აქ ყოფნა, ესე იგი უნდა თქვას, რომ მე აღარ მინდა, არაფერი არ მემუქრება, დამიბრუნეთ ჩემი პასპორტი და დატოვოს ეს ქვეყანა, მაგრამ უკვე აღარ შემოვა ამ ქვეყანაში. აი ესეთია პასუხი. გასაგებია, აი ბევრჯერ დამისვეს სხვათა შორის ამ ჩვენ ამ შეკითხვაზე. ეს ძალიან უბრალო პასუხია ამაზე და ეს ლოგიკურია. რა შეიძლება quiet პროგრამას, ეს სხვა ვარიანტი აბსოლუტურად. ხალხი შემოდის, quiet-ის პროგრამა აძლევს საშუალებას იქით-აქეთ იარონ კი. კი, მე ვარ მაგისი ნათელი მაგალითი, 3 წელიწად ნახევარი აქ ვარ მაგ პროგრამით. პოლონეთში, საფრანგეთშიც, საქართველოშიც უკვე არაერთხელ ვარ ნამყოფი. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა. ეს სხვა ისტორია აბსოლუტურად. ეს ჩვენი უკრაინელების პროგრამა არ ზღუდავს არანაირ მოგზაურობას, არც პასპორტი ჩამოგვართვის არაფერი. ეს სხვა პროგრამაა. ეს სხვა რაღაცა, დიახ. მე თუ მეხსიერება არ ვღალატობს, ეს შეკითხვა რაც წეგან გავაჟღერე, ჩვენ არც ერთ შეხვედრაზე არ დაუსვიათ ხალხს ეს შეკითხვა, იმიტომ რომ მეც შეცდომით ვიცოდი, რატომღაც მეგონა რომ რაღაც საბუთს გაძლევენ და შენ შეგიძლია დაუშვათ რაღაც გარკვეული პერიოდის შემდეგ ამერიკაში გადახვიდე, მექსიკაში იმ რაღაც საბუთით, მაგრამ აი ხა კაია რომ პირველი წყაროდან მოვისმინეთ ეს ინფორმაცია. ესე იგი, შეჯამება რო გავაკეთოთ, თუ ადამიანი ჩამოვიდა ჩაბარდა, პირობითად ოჯახით ან ოჯახის გარეშე, გავიდა რაღაც პერიოდი, ჯერ სასამართლო მოგებული არ აქვს და ისევ იმ დროებით საბუთი აქვს, რასაც აეროპორტში აძლევენ და მოუნდა სიტყვაზე დომინიკას რესპუბლიკაში გადაფრენა, შანსი არ არის, ქვეყანას ვერ დატოვებს, ოფიციალურად ვერ დატოვებს. ხო, ჩვენ საუბრობთ ყველაფერი ოფიციალურს, კი. ლეგალურ გზებზე საუბრობ, ვერ დატოვებს, უნდა დაელოდოს სასამართლოს მოგებას და როგორც კი მოიგებს სასამართლოს, მერე ეხსნება, ასე ვთქვათ, გზა და სადაც უნდა წავა, სწორია? იმის შემდეგ, როცა აიღებს, ესე იგი, სასამართლოს მოგება, ან პოზიტიური გადაწყვეტილება, ესე იგი, ამ პოლიციის, საიმიგრაციო პოლიციის აძლევს უფლებას, რომ მიმართოს სახელმწიფოს, რომ მიიღოს travel დოკუმენტი. აი ამ travel დოკუმენტის საშუალებით მას შეუძლია დატოვოს ქვეყანა გარკვეული დრო და მე ჩამოვიდეს და წამოვიდეს დომინიკანა რესპუბლიკაში, ან მაგალითად სეიშელის კუნძულებზე, ან კიდე მაგრამ აქ შესწორება მინდა და შესწორება კი არა, ჩაგეკითხებით აქ. საქართველოში დაბრუნება შეუძლია? საქართველოში დაბრუნება შეუძლია, მაგრამ თუ ამას გაიგებს
კანადის სახელმწიფო კითხვის ქვეშ დააყენებს საერთოდ მის სტატუსს. და ეს იქნება ლოგიკური, რომ თუ ჩვენ ესე მოგვიყვები, როგორ გეშინია საქართველოში ეგ მტრები ყავს, რომლის თქვენი მოკლა უნდა და დასაფიჩრება და შენ იქით-აქეთ დადიხარ. ესე იგი შენ მოგვატყუე, ხო, კითხვები ჩდება და მე მქონია შემთხვევები, როცა ადამიანს წაართვეს, ამ ადამიანს აფრთხილებდნენ, რომ არ წახვიდეს საქართველოში. იმიტომ რომ ამას გაიგებს სასაზღვრო პოლიცია. სასაზღვრო პოლიცია მე იყო ის შემდეგ გაიგო, რომ ადამიანმა დაარღვია ეს და არ გაუგონა იმ ხალხს, ვინც ამ რჩევას აძლევდნენ და წაართვეს პიარის სტატუსი. უთხრეს ეს ყველაფერი ტყუილი იყო, რაც შენ მოგვიყევი და დაგვაჯერე, მოშე და გათავრდა. მოგებული საქმე ჩამოართვეს. მოგებული საქმე ხო ყველაფერი ჩამოართვეს ხო პიარი. ასე იგი შემდეგ აი საინტერესო თემაა ძალიან მადლობა მეც მაინტერესებდა მესიჯი არის რომ არ ხალხს არ უნდა ესმოდეს რომ ეს არის ესეც კი სახელმწიფო რომელიც არაფერს არ აკონტროლებს გესმით და აქ მაპატი დებილები ზიან და იმიტომ რომ ესეთი შტაბ-ბიჭდება იქნება რომ უბრალოდ ამ ადამიანმა გამოიყენა მოატყუა კანადის სახელმწიფო იმისთვის რომ მიიღო სტატუსი და ეკონომიური პერსპექტივები და მე როცა გაინაღდა თავისი ესე იგი მოგება გადაწყვიტა თავის ჭკუაში რომ შეუძლია იქით-აქეთი არო და მე კანადა მუშტი აჩვენა. ხო, ნუ ერთ საკითხში მე გეთანხმებით, რომ საქართველოში წესით ლოგიკურია, რომ არ უნდა ჩახვიდე რა ხანტოლულად ბარდები. ანუ მან რკინის ლოგიკაა, კი ბატონო, თუ გამორბი ხარ იქიდან და ჩემთან ითხოვ თავშესაფარს, მე გიღებ კარებს, გიშვებ ჩემ ქვეყანაში და შენ მე კიდე გიხდი ამას იმაში გეხმარები. საქართველოში მიდიხარ, გამოდის რომ ნუ ცოტა არ იყოს კანადისთვის არ არის ლოგიკური. ეგ გასაგებია, მაგრამ ცოტა ლოგიკური მეჩვენება, ანუ მე უბრალოდ ჩემს სუბიექტურ აზრს ვამბობ, რომ თუ ჩაბარდა ადამიანი და აქ რაღაცა ცხოვრება აიწყო და იწელება რა ეს სასამართლო, მაგრამ უნდა დაუშვათ გინ ამერიკაში გადასვლა, გინ კანადაში, უბრალოდ ჩემ აზრს ვაჟღერებ. ცოტა მე მგონი არ არის ლოგიკური, ხა რატო არ შეიძლება მექსიკაში გადავიდეს დასასვენებლად, ხო ერთი წელიწად ნახევრის მერე. უბრალოდ ჩემს ვაჟღერებ, ანუ მე მესმის ეს წესია. ამეთი ლოგიკით არის ესე, რომ ეს ადამიანი სანამ ტოლვილია უნდა იყოს ამ ქვეყანაში, მაგრამ როგორ აკეთებენ ქართველები ზოგიერთი რადგანაც აქ არ არის სამუშაო, არალეგალურად გადადიან ამერიკაში, რომ იქ რაღაცა 2 კაპიკი იშოვონ, მე ისევ აქ ბრუნდებიან. ესე იგი თუ ესე იგი მესაზღვრებმა ვერ შეამჩნიებს ეს გადასვლა გადმოსვლები და ეს არ არის დიდი საიდუმლო. მაშინ ეს გამოდის, მაგრამ ოფიციალურად ესე იგი საზღვარზე მისვლა და თქვა რომ მე მინდა ამერიკაში წავიდე, ეგრე არ იქნება აბსოლუტურად. იმიტომ რომ ეს არის ტოლვილი. კი, მესმის. აი ხა მან დაიბადა კიდე ერთი შეკითხვა. აი დაუშვათ გადავიდა და იქ დაიჭირეს. აქ ჩაბარდა და გადაიპარა ამერიკაში. ეგეთი შემთხვევებიც არის, მე ეს იგი ამ ადამიანს უკეთებენ შემდეგს, ესე იგი აგზავნიან ციხეში და ციხეში აქ ეგეთი შემთხვევები მქონდა. ერთი იყო ადამიანი, რომელიც გადაიპარა იქ დაიჭირეს, გააქანეს ბუფალოს ციხეში და იქ ყურყუტობდა. მე იქიდან მირეკავდა კანადაში, რომ მინდა უკან დაბრუნებაო კანადაშიო. მე ვთხარი რა ხდება მათ? რა ხდება და აგზავნიან უკვე საქართველოში. კანადაში არავინ არ აბრუნებენ. ესე იგი ამერიკიდან ესე იგი თუ ამერიკაში დაიჭირეს აქედან გადარბენილი ადამიანი, ესე იგი იქ აკავებენ და რაღაცა მომენტის შემდეგ აგზავნიან ამ ადამიანს უკან კანადაში კი არა, აგზავნიან უკან საქართველოში. გასაგებია. ძალიან საინტერესოა. მე თვითონ ძალიან ბევრი რაღაც გავიგე ხა ჩვენი ეთერიდან, განსაკუთრებით ამ მოგზაურობაზე, ვინც ჩაბარდა. ცოტა გართულებული ესე იგი, თქვათ, ადვილი არ ყოფილა ესე. მე ვფიქრობდი, ნუ ეხა ბევრ კითხვებს არ გვისვავენ აქ, მაგალითად, როგორც ჩემთვის არის როგორც 2x2 4, არავის არ დაუსვია დღემდე, რამდენია გიორგი ან ისა რა ქვია, დავით 2x2 4, ხო? ეგეთი კითხვა არ ყოფილა. ჩემთვის ეს არის როგორც 2x2 4, ჩემთვის ეს ძალიან უბრალო და ლოგიკური რაღაცაა აბსოლუტურად. ამიტომ მე არ
გამიკვირდა აბსოლუტურად. ეს საინტერესო შეკითხვაც არის, ეხლა ადამიანი ბარდება და ხო უნდა იცოდნენ იცოდეს ხო ალბათ კიდე ბევრი რაღაცები არიციან, რაც მე მგონია რომ ლოგიკურია და მარტივია დასვან და ილაპარაკონ. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ეხლა ვინც აპირებს დაუშვათ ჩაბარებას, ხო? ეს ცოტა ისეთი თემაა, ხა ამხელა ფულს გადაიხრის, აქ ჩამოვა და უნდა იცოდეს იმ ადამიანმა, რომ აქ ჩაიკეტა, სანამ ჩაიკეტა კი არა, ყოველთვის ეგრე იყო, ეს არ არის ახალი რაღაცა. ბევრმა არის ის ბევრმა. ნუ აი მაშინ მიხარია თუ აი ამ გადაცემის შემდეგ ერთ შეცდომას არ გააკეთებენ. ძალიან კაი ინფორმაცია მივაწოდეთ. კიდე ერთი შეკითხვა, ვაჟღერებ. თუ კრიმინალი არ აქვს ადამიანს შტატ, ანუ ისევ ამერიკაზეა საუბარი. თუ კრიმინალი არ აქვს ადამიანს შტატებში და აქვს დეპორტი, მაგ შემთხვევაშიც გადაიყვანენ ციხეში უბრალოდ გაუშვებენ როგორც გარეთ? უყურეთ, ციხე და დეპორტი არ მოქმედობს აბსოლუტურად. თუ მაგალითად ადამიანს არ აქვს არც კრიმინალი, არც გადეპორტება, არაფერი შემოდის და პოლიციელმა გადაწყვიტა, აი ესე გადაწყვიტა სუბიექტურად, რომ მე რაღაც არ მომწონს ეს ტიპი, არ მომწონს მისი ნაკოლკები, მისი სიფათი არ მომწონს, ეხლა სლენგს ხმარობ და იწვევს ძალიან ბევრ კითხვებს. აი თავისი გადაწყვეტილებით შეუძლია გააქმნოს ეს ადამიანი ციხეში დროებით ციხეში სანამ გამოარკვევენ ამის ვინაობას. ესეთი უფლებები აქვს სასაზღვრო პოლიციას. ეს კიდევ ალავერდი იმით ხრის, ვისაც იძახენ, ისინი ამას არ გააკეთებენ. ვინ გითხრათ ესეთი რაღაც? ამათ ძალიან დიდი უფლებები აქვთ. ну, უბრალოდ ცოტა ესეთი ყველას გონია, რომ ცოტა შერბილებულები არიან აქ თორე ყველაფერს გაკეთება შეუძლია. მაშინ შეეკითხონ იმ ხალხს, ვინც უფრო კარგად ამაში ერკვევა და ვინც მუშაობს პირდაპირ ამ პოლიციას. მე მუშაობ როგორც დარჯიმანი და დიდი ხანია სასაზღვრო პოლიციასთან და ვიცი რაზეც ვლაპარაკობდი აქ. ბატონ გიორგი, პირადად ჩემგან არის ის შეკითხვა. ჩვენ ახლა ბევრი სკოლას, რა ქვია, ბევრ საწუხებს ეს შეკითხვა ამერიკას არ ეხება უფრო აი კუაეთის პროგრამით ჩამოსულებს. დაუშვათ რაღაც პერიოდი ვართ აქ ბიზნესები გვაქვს ჩვენი სამსახურები ბავშვების სკოლაში მოეწყნენ, მაგრამ რაღაც გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვიღებთ ამ პიარს. აქ ხო იცით პროგრამებია რა, ეხლა დეტალებში აღარ მინდა შესვლა. მე შევიტანე, ვიღაცამ ვერ შეიტანა ინგლისური არის, ვიღაცამ ვერ შეიტანა, იმიტომ რომ სამსახური არ იწყობს ხელს. აქ ხო იცით ბალანსია, სამსახური, ინგლისური, ერთი წელი, სხვადასხვა პროვინციებში სხვადასხვა ისინია, რა ქვია, კრიტერიუმები. დაუშვათ იწურება დრო და შენ აქ იპოთეკაც, ანუ ეგეც მინდა უთხრა ჩვენს ფოლოვერებს, რომ აქ არ არის აუცილებელი, რომ პასპორტი გეჭიროს ხელში, რომ იპოთეკა აიღო, ავტოსესხი აიღო, ანუ ბევრი უკრაინელია, ვისაც პიარი არ აქვს, მაგრამ უკვე სახლები იყიდეს. დაუშვათ კი, შეიძლება აქ ალბერტაში ნახდათ შეიძლება. ძალიან ბევრმა იყიდა აქ. ძალიან ბევრმა იყიდა სახლები, მორგიჯ, ავტობიზნესები აქვთ, ანუ ბიზნესიც აქვთ. კითხვა რა შემდგომარეობს? რაღაცა ვადის მიწურულს. მე კიდე მაქვს 1-3 წელი. დაუშვათ ვადის მიწურულს, არ მომივიდა ეს მოწვევა რა და ვერადა ეს პიარი ვერ ავიღე. ბიზნესიც მაქვს აქ დაუშვათ, ავტომობილი ხა ყველას ყავს, დაუშვათ იპოთეკაც მაქვს. მაგრამ დრო იწურება. მან რა ხდება? ანუ ვერც საბუთს ვიღებ, მაგრამ სახლიც ნაყიდი მაქვს, ბიზნესიც მაქვს. დამადეპორტებენ? აი, მან როგორ ხდება? ერთხელ თქვენ კი მითხარით, რომ მე შემიძლია სტატუსის შეცვლა და კუაეთიდან სტატუსი შევიცვალო და რაღაცა ჩაბარება გავაკეთო. მაგრამ იქნება არ მინდა ეს ჩაბარება, იმიტომ რომ ჩაბარებაზე ეხლა გავიგე, რომ მოგზაურობაზე ისინი მაქვს, რა ქვია, წითელი ხაზები მაქვს. ხო, მე მინდა ეხლა მე ყო წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩავდივარ. საქართველოშიც ჩავდივარ და ხან პოლონეთში ვჩები, ხან საფრანგეთში ვჩები, ხან თურქეთშიც მინდა 1-2 დღე დარჩენა. აი არ მინდა რა ჩაბარება. მე უბრალოდ აი რაღაცა იწურება დრო, ვერ ვიღებ პიარს და აქ ბიზნესი მაქვს, ანუ ვალდებულებები მაქვს, ცესხი მაქვს, ბარათები მაქვს საკრედიტო. მე რო გამაგდონ ბჭყალებში ცუც სიტყვას ვხმარობ დაუშვათ დამადეპორტონ და უნდა წავიდე. ამას ვინ გადაიხდის? ანუ ეს საკრედიტო ბარათები, დამჩა, შესავსები, ბიზნესი მაქვს, ვალდებულებები მაქვს რა ხელბელობაში, იპოთეკა მაქვს. მან როგორ ხდება?
მივხვდით ხო შეკითხოს რისკო? მოკლე პასუხია არ ვიცი. აი როცა ვიცი ვიძახი ვიცი, ეს არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამას ჩამოწერენ უბრალოდ. მორჩა და ვინ გადაიხდის, ესე ხაერში დარჩება ესეთი რაღაც. არიან ხალხი, ვინც სპეციალურად იღებს კრედიტებს, მე მირბის საქართველოში და იქ ესე იყენებს ამ ფულს და მე ამ ხალხს დაეძებენ კი. ეგ ხო კრიმინალია მე. ეს არის კრიმინალი კი, აბსოლუტურად კრიმინალი. ეგ კრიმინალია, მაგრამ აი ჩემ შემთხვევაში ვფიქრობ რა, ეხა მე კი ჩემ შემთხვევაში ესე იგი მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორია უნდა მიმართოთ იმ ადვოკატს, ვინც ესე იგი მუშაობს ამ პროგრამებთან და დავუსვათ ეს კითხვები, იმიტომ რომ მე არ ვიცი, მე მუშაობ ძირითადად ქართულ ტოლველებთან. და აი რაც შეეხება ამ ასპექტებს, მე ვიცი ბევრი რაღაცები, ყველაფერი არ ვიცი, იმიტომ რომ მაგ გუშინ მოვიდა ეს კანონი, მაგრამ მე ხელათში შევატყობინე ჩემ კლიენტებს, ვისაც ეს ეხებოდა, ხო? ესეთი რაღაცა, რომ რეალობა და კანონები სულ იცვლება და პროფესიონალი ადვოკატი უნდა იყოს საქმის ყურში, რა ხდება საერთოდ, ხო? ხო, არ ვიცი. როგორ ესე იგი ესეთი ფინალი როგორია ამისი, ალბათ სანამ თქვენ ესე იგი მოგეწურებათ ან ვისაც ამოეწურება, ესე იგი თქვენ გამოგიძახებენ და გეტყვიან, აი როგორია თქვენი სტატუსი, რა ხდება, როგორ ანაირად, თუ აი როგორც მაგალითად არ ვიცი. ადამიანს საბჭოთა კავშირის დროს ესე იყო, ესე იგი უმთავრდება კონტრაქტი ან უშვებენ სამსახურიდან. იქ უნდა ჩეკლისტს აძლევენ და მოაწეროს, ბიბლიოთეკაში აიღე წიგნი თუ არა. ეს გააკეთე თუ არა, მაგალითად სასტუმროში მიხვედი და უნდა დადო კრედიტი, რომ გასინჯონ, ხო არ მოიპარე იქიდან ბალიშები ან კიდე რაღაცა, ხო, პირსახოცები და თუ ყველაფერი ესე ამას კლიერენს ქვია, ყველაფერი არავითარი დავალიანებები არ აქვს, ესე იგი დაგილოცავენ გზას. თუ ესეთი დავალიანები, მაგრამ არ ვიცი როგორაა ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ეს კუაეტი ეს არის ნუ შედარებით ახალი რაღაცაა, ხო, ეს ფენომენი, აი დაეცა ამ კანადას ამ ომთან ერთად, ხო? არ ვიცი როგორ არის აბსოლუტურად ეს ფინალიზაცია და პრინციპში ჩვენი დროც ამოიწურა 11 საათი გახდა ჩვენი დროით, დასრულდა 1 საათი. მადლობა ამ უმწურავი პასუხებისთვის, ძალიან საინტერესო იყო. ეს ეთერი, ამ ეთერით მე ჩემთვის პირადად რაღაც დასარგებლო ინფორმაციები გამოვიტანე. აი ეს კუაეთის ამბავი უნდა ვეძებო ახლა, იმიტომ რომ მეც ლოგიკურია, ხო, შეკითხვები გიჩდება, აქ ახლა ნუ ეს უნდა დაელაპარაკოთ აი სპეციალისტს, ადვოკატს, ამ პარალეგალს, ვინც მუშაობს აი ამ ამ ხალხთან, ვინც ჩამოვიდა ამ პროგრამით. მესმის ხო, ახლა ყველას ბავშვები ყავს სკოლებში, ბავშვებმა სხვა ადაპტაცია გაიარეს, უკვე აქაურ სკოლებს მოეხა. აი, ჩემი შვილები პირდაპირ ვიტყვი, მე არ მინდა ცუდი რაღაცის ხმა იმაზე, რა ქვია, ქართულ სკოლებზე, მაგრამ ჩემ შვილებს რო ვეკითხები, აქაური სკოლა თუ იქაური სკოლა, შედარებაც არ არის ხა აქაური სკოლა მოსწონთ უყვარს და რთულია ხა ადამიანის შერწყმული ხარ უკვე ამ სისტემაში, უკვე აზროვნებს ვანაირად და რაღაც დრო გაგდის და უნდა წახვიდე უკან, ცოტა გაუგებრობა როა წინ. დამაფიქრა და ვიფიქრე გავაჟღერებ მეთქი. მადლობა ამ უმწურავი შეკითხვებისთვის. მადლობა ყველას, ვინც გვიყურებდა. ჩვენი სტუმარი, როგორც ყოველთვის, ბატონი გიორგი მარიამული, პარალეგალი, მოღვაწე ტორონტოში. ბევრი ქართველისგან მომდის მესიჯი, რომ აი ბატონმა გიორგიმ დამეხმარა და მეც ახლა შესაბამისად ვიღაცები რომ იურიდიულ რაღაცებს მეკითხებიან, თქვენთან ვამისამართებ. მადლობა თქვენ. სამონებს მაპატიეთ თუ ხანდახან ძალიან ემოციური ხდები და ძალიან აგრესიული. მე ადამიანი ვარ, როგორც ყველა ხალხი, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში მე ვარ ძალიან ბუნებრივი და ლაპარაკობ იმას, რასაც ვფიქრობ და რაც ვიცი. მე მესმის რომ ყველაფერი არ ვიცი და ბევრ კითხვებზე არა მაქვს პასუხები, მაგრამ რაც ვიცი, ვიძახი ვიცი. რაც არ ვიცი, ვიძახი მეს არ ვიცი. რაც არ ვარ დარწმუნებული, ვიძახი რამდენთაც მე ვიცი და ესე ყველას მე ურჩევ, რომ ეს არის სწორი აბსოლუტურად პოლიტიკა. შეცდომაში ნამდვილად არავინ არ გვინდა შევიყვანოთ, რაც ვიცით, გეუბნებით, თქვენს გამო ჩვენს ვერ მივიღებთ თქვენზე პასუხისმგებლობას, ჩვენ უბრალოდ ეს არის საინფორმაციო ბლოგი, ჩვენ გაწვდით ინფორმაციას და განახებთ რეალობას, გადაწყვეტილება თქვენზეა. ასევე კიდე რახანდა პირდაპირ ეთერია და გვიყურებენ და ეს ვიდეოც აიტვირთება, მინდა კიდე ერთი ხაზი გაუსვა, ბევრი მეკითხება.
რა უნდა გავითვალისწინო პირველ რიგში კანადაში, რომ მომზადებული ჩამოვიდე. ყოველთვის ვამბობ, ეხლაც ვიტყვი და მომავალშიც ვიტყვი ბევრჯერ, უნდა მიხედოთ ენის ცოდნას. ეს არის ჩემი ნომერი 1 რჩევა, უნდა იცოდეთ სად მოდიხართ და რა თქმა უნდა ენა უნდა ენის გარეშე წააგებთ ბრძოლას რა. დროს წააგებთ, ბრძოლას წააგებთ და იქნებით დაბლა, იქნებით ცუდ სამსახურებში, არაკვალიფიცირებულ სამსახურებში. თუ გინდათ კანადაში მოხვედრა და კაი ცხოვრების დაწყება, გრძელვადიანი პროცესია, არ არის ეს უცებ ჩამოვედი და ფული ვიშოვე, აქ უნდა ენერგია ჩადოთ, აქ უნდა ცოდნა მიიღოთ, პრაქტიკა მიიღოთ, გამოცდილება მიიღოთ და მაგის შემდეგ 3, 2, 4 წლის შემდეგ ნელ-ნელა რაღაც ლიცენზიებს და სერტიფიკატებს ვაიღებთ, ყველაფერი გამოგივა და ფეხზე დადგებით. რთული პერიოდი აქვს ახლა კანადას, მაგრამ თქვენი წარმატება, მე ვფიქრობ, მეტწილად დამოკიდებული არის ენის ცოდნაზე. ეს არის ჩემი სუბიექტური აზრი. მადლობა კიდევ ერთხელ ყურადღებისთვის ყველას, ვინც გვიყურებდა, ბატონო გიორგი, მადლობა დროებით. 2 კვირაში ისევ შევხვდებით, დაგვისვით შეკითხვები და ვეცდებით მაქსიმალურად გაგცეთ პასუხები. მადლობა ყველას, წარმატებები. კარგად, კარგად ზანდებათ. ნახვამდის. ნახვამდის.